გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 20 აგვისტოა თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. რეალური მდგომარეობა ლარსზე, ხორბალი, ღვინო და ქართული ეკონომიკის გაზრდილი დამოკიდებულება რუსეთზე. დღეს ჩვენი გუნდი ამ თემებზე მოგიყვებათ. რა ხდება ლარსზე? რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ. თუმცა, თუ კი რიცხვებს დაუკვირდებით, დავინახავთ, რომ სხვაობა არც ისე დიდია. თუ კი რუსეთში ამბობენ, რომ გზავრთნაკადი 20,000 ადამიანი იყო, ქართულმა მხარემ მონაცემები დაყო და თქვა, რომ შემოვიდა 7,880, ხოლო გავიდა 8,406, ანუ ჯამურად ქართული მონაცემებით გზავრთნაკადმა შეადგინა 16,286. რადგან მონაცემები მაინც განსხვავებულია და თემას დიდი რეზონანსი მოყვა, VT საქართველოს ნიუსის გუნდი საზღვარზე წავიდა. ნინო ვარძელაშვილი დილიდან მუშაობს ლარსზე და მთელი დღის შეჯამებით შემოგვიერთდება. ნინო, გისმენთ. ჩვენ დილიდან მუშაობთ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, რომელთან დაკავშირებითაც ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელეს ორი ქვეყნის ოფიციალურმა სტრუქტურებმა. რუსეთის სასაზღვრო სამსახური ამტკიცებს, რომ 15 აგვისტოს შემდეგ არის დინამიკა გაზრდილი და ყოველდღიურად 20,000-მდე ადამიანი სარგებლობს ამ სასაზღვრო გამშვები პუნქტით. მაშინ, როდესაც საქართველოს მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს. ჩვენ გავესაუბრეთ აქ მოქალაქეებს, ადამიანებს, მათ ვკითხეთ იმ ვარაუდთან დაკავშირებით, რომელიც გამოითქვა მათ შორის საქართველოშიც, რომ ნაკადის გაზრდა უკავშირდება სექტემბრიდან შესაძლო მობილიზაციის გამოცხადებას, რომელსაც პუტინი გეგმავს, თუმცა მოქალაქეები ამ კითხვას არ პასუხობენ, ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ. ჩვენ ასევე კითხვა დაუსვით ბენზინის კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში არის შექმნილი. Там нет нормально всё. საზღვარზე ნორმალურად გადმოვედით, თურქეთში მივდივართ, მობილიზაცია არაა, ყველაფერი კარგადაა რუსეთში, მობილიზაციის გამო არ ჩამოვსულვართ. საქართველოში მეგობრები ვყავს, ჯერ მათთან ჩამოვედით, მერე თურქეთში. იქ რიგში ვინც დგას მობილიზაციაზე, ისინი არ ლაპარაკობენ. ჩვენ საერთოდ სპეცოპერაცია გვაქვს, ეს ომი არაა. ძალიან ჩქარა გამოვიარა. 1 საათში გადმოვედით. საცობი საერთოდ არ არის, მობილიზაცია არ არის ჩვენთან. აქ რიგი არაა, რუსული მხრიდანაა ბევრი ხალხი. აქ კარგად მუშაობენ, ჩქარა. ისი არა როგორც იქ. 6 საათი ვიდექით რიგში. იქიდან მანქანები გადმოყავს. რუსული საბაჟო ვერ ასწრებს სწრაფად მუშაობას. დიდი ნაკადია, 6 საათი ვიყავით სულ რიგში. არ მგონია მობილიზაციასთან იყოს დაკავშირებული. ხო, დაი, ბევრი გადმოდის. დიდხანს მოგიწიათ არ გადმოდის. დიდხანს არა, საათ ნახევარში გადმოვედი. საათ ნახევარში გადმოვედი. ქართველები ვართ, კი. წასვლა უფრო გაგვიჭირდა. კი. ვორონეჟიდან ვართ, რუსეთიდან, გავლით ვართ სომხეთისკენ გზაში. მობილიზაციაზე არაფერი ვიცით, არც გვაინტერესებს. საცობი არის გასასვლელში, შემოსვლისას საცობი არ არის. სომხეთიდან ვართ, დასთან ვიყავი რუსეთში, ახლა სახლში ვბრუნდებით. საცობი იყო, ბენზინი არ იყო, გაზიც არ იყო. დეფიციტია. სომხურ ნომერს რომ ხედავენ, საერთოდ არ ყიდიან ჩვენზე. ადგილობრივი თუ არა ხარ, არ მოგყიდითო. არანაირად არ არის გაზრდილი, იგივე სიტუაცია და მდგომარეობა არის, რაც გასულ წელს იყო დაკათან დაკავშირებით. არც მომატებული არის და არც დაკლებული იგივე სიტუაცია, რაც წინა წელს. რუსეთის საზღვრის დაცვა ავრცელებს ინფორმაციას, რომ 20,000-მდე ადამიანმა გადმოკვეთა ლარსის საზღვარი. ვერ გეტყვით, ახლა რუსეთის საზღვრის დაცვა რას ავრცელებს, ჩვენ ვეყრდნობით ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რიცხვებს და ვიმედოვნებთ, რომ სწორია. რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით ანალოგიურია სიტუაცია ყაზახეთის საზღვართანაც და იქაც მგრძავთა ნაკადი რუსეთის მხრიდან არის გაზრდილი. ინფორმაცია კი გავრცელდა გუშინ, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ვიდეო მასალები, სადაც ჩანდა შექმნილი საცობები სასაზღვრო პუნქტებთან, საქართველოს სასაზღვრო პუნქტთან და ისინი ასევე საუბრობდნენ იმაზე, რომ რამდენიმე საათი უწევდათ საცობში დგომა, იმისთვის რომ გადმოეკვეთათ საზღვარი. მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლა რუსეთში მთავარი თემაა. როგორც ნინოს ჩართვიდან ნახეთ, უშუალოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ფრთხილობენ და პირდაპირ არ ამბობენ, რომ მობილიზაციას უკავშირებენ ქვეყნიდან გასვლას. თუმცა, მაღალი აქტივობაა ყველა მიმართულებით. რუსეთში, როგორც ეგრეთ წოდებული Z-პატრიოტები, ასე ომის მოწინააღმდეგეები ამ გაზრდილ მობილობას სწორედ მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებენ.
პარალელურად რუსეთი ოკუპირებული რეგიონებისთვის მაცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის საფასურს მკვეთრად ამცირებს. ახალი პროექტით ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში საკონსულო მოსაკრებელი $600-დან $65-მდე მცირდება. ტარიფი ცოტა ხნის წინ გაიზარდა, რამაც სეპარატისტულ რეგიონებში უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც მოსკოვმა შეღავათიანი განაკვეთი აღადგინა. ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეთ განმარტებებისთვის პასუხის შემთხვევაში ინფორმაციას განვაახლებთ. რა საფრთხეს მოიცავს კრემლის ახალი გადაწყვეტილება და რამდენად უკავშირდება საკითხი ეროვნულ უსაფრთხოებას, საუბარს ოკუპაციის საკითხებში პოლიტიკურ და სამართლებრივ ექსპერტ პატა დავითაიასთან ერთად გავაგზავნებთ. გამარჯობა, მადლობა დროისთვის. რა საფრთხეს და რისკებს ხედავთ ამ ნაბიჯში? რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ ის რაც ხორციელდება, ეს არის ანექსიის კიდევ ერთი ვთქვათ, დადასტურება, იმიტომ რომ რამოდენიმე ხნის უკან იცით თქვენ, რომ გამარტივდა მოქალაქეობის მიღება, ვინც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აქ იდგა საკითხი მოსაკრეფელთან დაკავშირებით, ხო? და ეხლა რომ უფრო ის სიტუხჭირე რაც არის ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ პრობლემას ქმნიდა ფასთან დაკავშირებით და ფაქტიურად ჩავთვალოთ გაანულეს ეს ფასი, ხო, სიმბოლური ფასი აქციეს იმასთან დაკავშირებით მოსაკრებლის, რომ მოქალაქეობა მიიღო. ჩვენ თუ შევხედავთ ამას, ჩვენ ვნახავთ, რომ ფაქტურად მაგალითად ცხინვალის რეგიონში ყველა რუსეთის მოქალაქეა. აფხაზეთში არის პრობლემები ამ თვალსაზრისით, მაგრამ დაფარვა თუ ჩვენ ვნახავთ, ახლობებით 80-90%-ია მოქალაქეები. მაგრამ აქ დგება საფრთხე იმ თვალსაზრისით, რომ უყურეთ კანონში როგორ წერია, საბჭოთა კავშირის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოსაზღვრე რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე არსებული საბჭოთა კავშირის პასპორტებით რომ მოხდეს გაადვილებული გზით მოქალაქეობის მინიჭება. ესე იგი, ნებისმიერი საბჭოთა კავშირის პასპორტით რომ მივიდეს, მნიშვნელობა აღარ აქვს ამას და თქვათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის, შეიძლება მიიღოს გამარტივებული გზით მოქალაქეობა და გადასახადის ნაკლები გადაეხადოს. ეს შეიძლება იყოს შეფარვითი გზა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უფრო პრორუსულად არიან განწყობილი, რომ მოქალაქეობა მისცენ, ეს არ არის აუცილებელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო. შეიძლება შეიტყუონ სიტყვაზე საბუთების გაკეთების მიზნით. ძალიან სახიფათოა რა, ეხლა მე თეორიებზე ვსაუბრობ, მაგრამ სახიფათო თეორიებია იმ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, იმიტომ რომ ასეთი მოსაზღვრე ტერიტორიები რეალურად ეს არის ცხინვალი, სოხუმი და დნესტრისპირეთი, ხო? თქვა ჩვენ ასეთი არცად არ არის ასეთი მიდგომები, ყველგან დემარკაცია გაკეთებული, ხო? აქ საზღვრების აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცვლელი არის და სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება ამაზე არანაირად არ რეაგირებს, არათუ ამაზე არ რეაგირებს. გახსოვთ თქვენ სუსის დოკუმენტი, რომელიც იყო, რომ მზადდება ანექსია და ავტორი არის კირიენკო, პარლამენტმა არც კი განიხილვა. აი ძალიან მარტივია. და აქედან საფრთხეები, რა თქმა უნდა, მატულობს. რამდენად ხედავთ საფრთხეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასობრივი პასპორტიზაცია დანარჩენ საქართველოზე და მოლდოვაზეც ამაზეც იქონიოს გავლენა? ყველაფერი მოსალოდნელია, იმიტომ რომ პლაცდარმი ფაქტურად მათ მზად აქვს, ხო? ახლა თავის სამხედრო ბაზებიანად, თავის ყველაფრიანად აქ აფხაზებს ჩვენ ამ ბაზებს საწვავსაც ვაწყდით, ამიტომ რომ ყველაფერი მზადაა და რაღაც თუ გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაცია არ გაუკეთებიათ თუ რა, როგორც 2008-ში ან მანამდე. ამიტომ თქვა ან რაღაც ეკონომიკური დივერსიები ჩატარება, ეხლა შუქების ჩაქრობა საქართველოს ტერიტორიაზე რეალურად ხო დივერსიებია ყველაფერი. დუმს ყველა ამ მიმართულებით, ხო? და შეუძლებელია მთლიანად ჩაქრეს შუქი. ამიტომ ნათლად ჩანს, რომ რაღაცისთვის ისინი ემზადებიან. ბოდიში, ბოლოს მოდი ვისაუბროთ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილ სიტუაციაზე. მით უფრო ხედავთ, რომ მარტო საქართველოს საზღვარზე არ ხდება ეს ყველაფერი, ყაზახეთი ყველა მიმართულებაზე გაზრდილია ეს ინტენსივობა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი აზრით? ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ მობილიზაცია მზადდება, ამას ეს მოქალაქეები გვეძნობენ უკვე, იმიტომ რომ იმ წურვებს ხედავენ ყოველდღე თავიანთ ტერიტორიაზე, ისეთი ძლიერი მოქმედება უკრაინის შერეღებული ძალების და ნათლად ჩანს, რომ ეს მობილიზაცია სავარაუდოდ გამოცხადდება, როგორც ლაპარაკობენ დუმის არჩევნების შემდგომ. ამიტომ ეხლა ეს პერიოდი, რაც დარჩა თვე ნახევარი მათ, ცდილობენ დააქციონ თავი
რუსეთის ფედერაციას აქ მობილიზაციამდე მათ სხვა შეზღუდვები შემოიტანეს, რომელიც უგრძალავს გადმოსვლას მამაკაცების, რაღაც იქ დაკავშირებული კრედიტები იქნება, ვალდებულება საკადასახადო თუ სხვა რაღაც მომენტებთან დაკავშირებით, ჯარიმები, უკვე ისინიც ვერ გადმოდიან, ხო? ეს რაღაც ვალდებულებების სისტემაც შექმნეს. ადლობა ჩვენს კითხვებს პატა დავითაია პასუხობდა ინტერვიუს სრული ვერსია ჩვენს Facebook გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ და აქვე გთხოვთ გამოვიწეროთ სოციალური მედიის ჩვენი არხები როგორც Facebook-ზე, ასე YouTube-ზე ვუტა საქართველოს ნიუსი. ამ ფონზე რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. ახალი კვლევის მიხედვით სულ უფრო მზარდია რუსეთში გატანილი ღვინის მოცულობა და პირიქით რუსეთიდან ხორბლის შემოტანა. როგორ იყენებს კრემლი ეკონომიკურ ბერკეტებს თავისი პოლიტიკური ბიზნესის მისაღწევად, ეს საქართველოს უკვე არაერთხელ გამოცადა. ახალი კვლევის შედეგები და საფრთხეები, რასაც ექსპერტები ხედავენ, ნინო ვარძელაშვილის სიუჟეტში. ვირჩევნია რომ ამ ეტაპზე არ ვყიდდეთ რუსეთის ბაზარზე და ეს ამ გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა რომ იყო ამაზე მოთხოვნა ამ გადაწყვეტილების შეერთებულებით რჩებით ჯერჯერობით. იაგო ბატირაშვილი საექსპერტო ღვინოს 20 წელზე მეტია აწარმოებს. ყიდის მსოფლიოს 11 ქვეყანაში, თუმცა არა რუსეთში მოთხოვნის მიუხედავად. იაგოს მარანი იმ მცირე მეღვინეობებს შორის არის, ვინც რუსეთს არ ირჩევს. ოფიციალური მონაცემებით კი ქართული ღვინო კვლავ სახიფათოდ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. 2026 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით ღვინის ექსპორტიდან შემოსავლის 60% სწორედ რუსეთზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარს 2006 წლის ემბარგოს ეფექტიც ახსოვს, როდესაც რუსეთმა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ქართული ღვინის ექსპორტი აკრძალა. იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია რომ 60% ერთ ბაზარზე თუ ის ბაზარი ჩაიკეტება, შესაბამისად ძალიან რთული სიტუაციაში აღმოჩნდება თვითონ დარგი, ხო, განსაკუთრებით ეს ეხება ალბათ დიდ მარნებს. რუსეთშიც იზრდება ვენახისა და ღვინის წარმოების თვალსაზრისით და ჩვენ არ ვიცით რა ასე ვთქვათ, საბაზრო რეგულაციებს ან საბაჟო რეგულაციებს ან საგადასახადებს, ასე ვთქვათ, შეიძლება დააწესოს შიდა ბაზრის დასაცავად, ხო, ესაც დამატებით სირთულე იქნება. აუცილებელი არა რომ ემბარგო მოხდეს ამასთან დაკავშირებით, ხო? ბევრი რისკ ფაქტორია. რუსეთი ხორბლის ექსპორტის გადასახადს აორმაგებს. 2.2-ჯერ გაზრდილი ახალი ტარიფი 25 აგვისტოდან ამოქმედდება. საქართველოში რუსეთიდან შემოტანილი პირველადი მოხმარების პროდუქტებს შორის არის ფქვილი 99%-ით, ხორბალი 92%-ით და მზესუმზირის ზეთი 70%-ით. ხორბლის ასოციაციაში არ უარყოფენ, რომ რუსეთში კრიზისის შემთხვევაში ფასების გაზრდა შესაძლებელია. თუმცა ამბობენ, რომ იაფი ხორბლის წყარო დღეს რუსეთია და ცალკეული წისქვილები გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რადგან კონკურენციას ვერ გაუძლებენ. სახელმწიფო პოლიტიკა კი ამ მიმართულებით რუსეთიდან იმპორტს არ კრძალავს. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი მარაგი მუდმივად და ჩვენ შეგვიძლია გავიხედოთ სხვა ქვეყნების საქმე. ეს იქნება იგივე უკრაინა, ევროკავშირის ქვეყნები ან ყაზახეთი, ეს იქნება უფრო ძვირიანი ხორბალი, რა თქმა უნდა, კრიზისის შემთხვევაში, მაგრამ ეს იქნება საშუალო შეწონილი ფასით. ანუ ეს სქემა ყველაზე ძლიერი სქემაა, უფრო ძლიერი სქემაა, ვიდრე ვთქვათ დივერსიფიცირება, რომელიც თავის თავში იმპორტის დროს გულისხმობს ხელოვნურ დივერსიფიცირებას, რაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ყველა წისქვილი ცდილობს, რომ იაფად შემოიტანოს. პოლიტიკური ნებით ხსნის რუსეთის ბაზარზე ჩამოკიდებას ეკონომიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. ნინო ევგენიძე იმ რისკებზეც საუბრობს, რომელიც რუსეთის ეკონომიკაში მიმდინარე რყევებს შესაძლოა მოხვდეს. ალბათ ვერც ერთი სფეროს და სექტორს ვერ ნახავთ ეკონომიკის, რომელიც ძალიან დიდი ესე ვთქვათ, მაჩვენებლით არ იყოს დამოკიდებული პირველ რიგში ნავთობპროდუქტებზე და ენერგორესურსებზე დამოკიდებულება ნებისმიერი მიმართულებით 100%-მდე გაიზარდა. რუსეთის ეკონომიკის ეფექტი კი უკვე ჩანს საქართველოშიც. ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტის მიხედვით, თუ კი რუსულ ნედლ ნავთობზე მუშაობას არ შეწყვეტს, 2027 წლის იანვრიდან ფინანსური და კომერციული სანქციები ამოქმედდება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ. ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიებიც, რომლებიც მათი ინფორმაციით რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტოგაცვლის პლატფორმებს იყენებენ. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს გამოყენებულ იქნას ტრანსნაციონალური დანაშაულებების შავი ფულის გათეთრების მნიშვნელოვანი ჰაბად. რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების გავლენა საქართველომ არაერთხელ გამოსცადა.
2006 წელს რუსეთმა სრულად აკრძალა ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტი. 2014-16 წლებში რუსეთში ეკონომიკური კრიზისის გამო შემცირდა ქართული ექსპორტი და მკვეთრად დაეცა ფულადი გზავნილები. რუსეთის ეკონომიკა დღესაც კრიზისშია. კრიზისი უკვე ეტყობა საწვავის რიგებს ბენზინგასამართ სადგურებთან რუსეთის მთელ ტერიტორიაზე. უკრაინული დრონები მომბავენ ლოჯისტიკურ და ნავთობ-ბაზებს. რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის პარალელურად საქართველოს მოქალაქისთვის სულ უფრო რთული ხდება ევროკავშირის ბაზარზე დასაქმება. როცა საქართველოს ნიუსის გუნდი აგრძელებს პოლონეთის მხრიდან სავიზო შეზღუდვების თემის გაშუქებას. ჩვენ პოლონეთის ოჯახის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსგან პასუხი მივიღეთ. როგორც ირკვევა, ინიციატივა საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ეკუთვნის. ასევე ოჯახის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ წერილობით მიმართა პროკურატურას, სასაზღვრო სამსახურს და შრომის სახელმწიფო ინსპექციას პოლონეთში კანონიერი საქმების პირობებთან დაკავშირებით უცხოელების შესაძლო შეცდომაში შეყვანის პრაქტიკის გამო და სთხოვა მიიღო შესაბამისი ზომები იმ ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც უცხოელთა რეკრუტირებას და პოლონეთში სამუშაოდ გაგზავნას ახორციელებენ. შესაბამისად შეიქმნა უფასო და სანდო საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი მწვანე ხაზი, რომელიც სახელმწიფო დასაქმების სამსახურების ფარგლებში მოქმედებს. დეტალური ინფორმაციას და შესაბამის ლინკს ჩვენს Facebook გვერდზე იპოვით. რაც შეეხება გამკაცრების მიზეზს, სამინისტროს წერილში დეტალურად არის აღწერილი. დადგენილების პროექტზე მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, რომელმაც ყურადღება გაამახვილა დადგენილებაში ისეთი ქვეყნების შეტანის აუცილებლობაზე, როგორებიცაა კოლუმბია, ვენესუელა და საქართველო. აღნიშნული დადგენილების გამოცემას მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა უწყებამაც. სასაზღვრო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან სამუშაო ნებართვის და უვიზო რეჟიმის ფარგლებში ყოფნის ბოროტად გამოყენების მასშტაბი მიუთითებს, რომ მათთვის უვიზო რეჟიმის ფარგლებში მუშაობის შესაძლებლობის შენარჩუნება გაზრდიდა არალეგალური ყოფნის და მუშაობის რისკს, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბს და შრომის ბაზარზე არსებულ მანკიერ პრაქტიკას. ამ ფონზე დუმილის რეჟიმს ინარჩუნებენ ქართული უწყებები. უკვე მესამე დღეა ჩვენი გუნდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს ელოდება. თუმცა როგორც ჩანს, ჩვენი მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება მათთვის პრიორიტეტული არაა. ახლა კი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ. რუსეთმა კიევი ისევ დაბომბა. მასირებული კომბინირებული საჰაერო იერიში მსხვერპლით დასრულდა. შეტევას 12 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, დაშავებულია 40. კიევში სამაშველო საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, მონაცემები შეიძლება შეიცვალოს. მთავარი სამიზნე კიევი იყო, სადაც ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დედაქალაქის გარდა დაიბომბა ჩერნიხივი, სადაც ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა განადგურდა. რუსებმა ასევე ოდესის ოლქში მოლდოვასთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაარტყეს. ამ მასირებულ თავდასხმის დროს რამდენიმე რუსული დრონი მოლდოვას და რუმინეთის ტერიტორიაზე შეფრინდა. რუმინეთმა ნატოს ავიაცია გააქტიურა ინციდენტს, მსხვერპლიან დაშავებული არ ჰყავს. არც რაიმე ტიპის ინფრასტრუქტურა დაზიანებულა. ზოგადად ყოველი რუსული კომბინირებული მასირებული თავდასხმის დროს მსგავსი ინციდენტები ფიქსირდება. ახლა გთავაზობთ ჩვენი მოლდოვური რედაქციის მომზადებულ მასალას იმის შესახებ, თუ რა განწყობაა უკრაინის მოსაზღვრე მოლდოვურ სოფლებში. როდესაც აფეთქება ასეთი ხმამაღალი იყო, მეგონა რომ საწოლიდან გადავარდებოდი. ძალიან შემეშინდა. გარეთ გავედით, დავინახეთ კვამლი და მივხვდით. აი ჩვენ სოფელსაც მოადგა სატანა. სატანა ფტი, სატონოსტრო. დრონი ხელში გაიჭედა. ჩვენი ფანჯარა ჩამოინგრა და მეზობლების სახურავიდან სახურავის ფურცელი ჩამოვარდა. აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. სარდაფის კარიც კი გაიღო. ეს აშკარად იგრძნობოდა. დღეისთვის სულ ეს იყო. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი სოციალური მედიის არხები, როგორც Facebook-ზე, ასე YouTube-ზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.